ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრს 30,000 ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრა. სამკვირიანი დავა ბათუმის თოჯინების თეატრსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს შორის ბათუმის საქალაქო სასამართლოში დღეს დასრულდა. თეატრმა ჯარიმა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1 კვირის ვადაში უნდა გადაიხადოს. დავის მიზეზი ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შეუსრულებლობა გახდა. საქმის განხილვისას დაცვის მხარე აცხადებდა, რომ თანხამშენებელმა კომპანიამ გაფლანგა. შესაბამისად ჯარიმა თეატრს არ უნდა დაკისრებოდა. ბრალდების მხარე კი ირწმუნება, რომ სამუშაოების წარმოებისთვის ნებართვის მფლობელი თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა თეატრია. ამიტომაც სააგენტოს წინაშე პასუხისმგებლობა მას ეკისრება. კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეაბილიტაცია 2013 წლის 1 მაისს უნდა დასრულებულიყო. პირობის დარღვევის გამო თეატრი ერთხელ უკვე 10,000 ლარით დაჯარიმდა. სასამართლო გადაწყვეტილებას დაცვის მხარე არ ესწრებოდა. მოგვიანებით თოჯინების თეატრის იურისტმა დანიელ ხინიკაძემ განგვიმარტა, რომ გადაწყვეტილებას 1 კვირის ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. სარეზოლუციო დაცვის სასამართლო ხელმძღვანელმა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდამოუკიდებლობის კოდექსის 92 მუხლის მეხუთე ნაწილი 262, 262, 263 მუხლები დაადგინა საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბათუმის თოჯინებისა და მოზარდ მაყურებელთა სახელმწიფო თეატრის საიდენტიფიკაციო კოდი 24 მდებარე სამართლის ქალაქი ბათუმის მერვედავაშიძის ქუჩა ნომერი 49 ცნობილი იქნა სამართალდამკვლევად. შესრულებული არ იქნა საპროექტო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სამუშაოების ნაწილი, ასევე არ იქნა შესრულებული საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად, ასევე სამუშაოები კერძოდ ესახება სახურავის ბურულის ფირფიტის ფორმას და სახურავის ბურულის ფერს. და დასასრულებელი სამუშაოები ეს არის სცენის მოწყობის სამუშაოები. ამის შემდეგ ველოდებით, რომ შესრულებული იქნება ჩვენს მიერ განსაზღვრული პირობები, სანებართვო პირობები. კანონმდებლობით გამოცხადების დროს სასწრება მხარეთა დასწრება სავალდებულო არ არის. შემდეგ დაუკავშირდით ტელეფონით თანაშემწეს და გავიგე უკვე გადაწყვეტილების შინაარს. რაც შეეხება გადაწყვეტილებას, მიგვაჩნია, რომ ჩვენი აზრით გადაწყვეტილება არ არის კანონიერი, არც სამართლიანი არ არის და რა თქმა უნდა ვაპირებთ მის გასაჩივრებას სააპელაციო წესით. თეატრი არ იყო ბრალეული პირი და მას არ უნდა დაკისრებოდა ეს თანხა.